გამარჯობა, ეს მარტოობის წუთებია. დღეს ჩემი სტუმარია ანავეი, ულამაზესი გოგო, ულამაზესი თმის ფერი, ძალიან საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანი და ძალიან საინტერესო ცხოვრების გზის მქონე ადამიანი. და მე ყოველთვის ვსიამოვნებს და ძალიან იშვიათია, როდესაც ძლიერი ენერგეტიკის ქალი გიზის წინ და ძალიან ვსიამოვნებს, რომ ამ ყველაფერს მიაღწია ბევრი გარდატეხით ცხოვრებაში. გამარჯობა ანა. მოგესალმები ნანკა. ძალიან სასიამოვნოა შენი გაცნობა პირადად. როგორც უკვე აღნიშნე აქამდე რაღაც მონაკვეთებში გაგიცანი უკვე და ძალიან მაინტერესებდა შენთან კომუნიკაცია და როგორ შევალთ ჩვენ ერთმანეთში, აი ამ ჩვენ საერთო ველში და რას გავშლით და რას ჩავშლით. მე როდესაც შემოვდიოდი შენობაში ზურგიდანვე მომეწონე და მე რა შემოტრიალდი რომ მივხვდი რომ შენ ხარ ანავეი. ხო. მეთქი ნაკა ხო არ არის თქო, მაგრამ აი რა არის ხო ენერგეტიკა, მაინც გინდა გძნობ. ხო, ზურგიდან მომეწონე გიგრძენი. მართლა. და სახე მაინტერესებდა მაგ გოგოსი ძალიან და უცებ შენ აღმოჩნდი. არა, სულ არა, ეგეთი არა. როგორ ახარ ეხა? ესე დავიწყებ. სად ვარ ცოცხალი? ხო, სად ხარ ეხა? საერთო ჯამში ვარ კარგად. საერთო ჯამში, საერთო მოცემულობაში ვარ კარგად, მაგრამ რაღაც მებრძვის, რაღაც მერჩის, რაღაცა იმპულსი გაჩნდა ჩემში, აი ამ სტაგნატური პერიოდი მქონდა რაღაც ერთი თვის განმავლობაში, გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე და უკვე ვეღარ ვითმენ, უკვე რაღაცის გაფუჭება მინდა. ოღონდ სუდი გაგებით არა გაფუჭება, არამედ ცოტა რაღაცა ახალი, რაღაც სიახლე, რაღაც ახალი ტრანსფორმაცია მჭირდება და აი ამ გარდატეხის როგორც ასეთი ეტაპის წინაშე ვდგავარ და რა იქნება არ ვიცი, მაგრამ რაღაც ძალიან მაგარი უნდა იყოს წესით. და მაგ პერიოდში იძებ ხოლმე რაღაცა სიახლეს თუ ხვდები რომ თავისით მოვა? ვეძებ ინსაიტებს, ნახე, ვეძებ ადამიანებში, სივრცეებში, გარემოში, მაგრამ თავისით მოდის რა, არ არის ისე რომ ძალას ვატან, თუ ხვდები რომ ძალას ვატან და არაფერი არ მოდის, ვჩერდები და არაფერს არ ვაკეთებ. არა, საერთოდ არაფერს არა, მაგრამ რაღაცას ფოკუსი გადამაქვს უბრალოდ. საერთოდ მე მგონი აზრი, როდესაც მოდის უკვე რაღაცა სიახლე უნდა მოვიდეს, უკვე პროცესი დაწყებულია და მიშვებაც კაია. რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციის ეტაპი, ზოგადად ტრანსფორმაციის ეტაპი არ არის მარტივი. საკმაოდ რთულია. ოღონდ ყველა სხვადასხვანაირად გადის ამ ტრანსფორმაციის ეტაპებს. ახლა ჩემ შემთხვევაში ეს ტრანსფორმაციის ეტაპი არ არის იმდენად რთული, იმიტომ რომ უბრალოდ ახალი ეტაპია, რომელიც რაღაც ძველი უნდა დავტოვო და რაღაც ახალი უნდა შევიტანო ჩემ ცხოვრებაში, ან რაღაცით შევაზაო, რაღაც ჩავრიო ჩემ ცხოვრებაში. ის რაც აქამდე იყო, თუნდაც კონტენტის კუთხით, თუნდაც ჩემი საქმიანობის კუთხით, ჩემი შინაგანი სამყარო ითხოვს ფრთების გაშლას რა, გაფართოებას რა. ამ ეტაპზე ეს რთული, ანუ მტკივნეული ტრანსფორმაცია არ არის, უბრალოდ რაღაცა ის სტაგნატური. ჩემთვის შეიძლება იყოს მტკივნეული, იმიტომ რომ მე ძალიან იმპულსიური ვარ, ძალიან მიყვარს მოქმედება, მიყვარს მოძრაობა, მიყვარს სოციალური ცხოვრება, მაგრამ რაღაცა განდეგილში ვარ გასული. და ეს ჩემი პირველი გამოსვლა ერთი თვის მერე. ой, რა მაგარია. მადლობელი ვარ. მაგისთვის რო გამოხვედი. გამოვწვერი. სულ მაინტერესებდა იცი რა შენი ვიდეოები როდესაც ხვდება და ზუსტად აი არის ხოლმე რა, აი რაღაცა ნათებები ჩემს ტვინში, რომ რაღაცა უცებ ჭეშმარიტებას ვაგნებ. და მე უცებ გარბის ვერ ვიჭერ. და შენ ვიდეოებში, აი მოკლე ვიდეოებში, თითქოს ყველა ის რაღაცა დაჭერილი გაქვს. და ეგრევე იღებ ტელეფონს და იღებ. აი ვერ ვხვდები ეს ერთად ადამიანის აი ნებისმიერი ფსიქოტიპისთვის მორგებული ვიდეოები გაქვს, სადაც ყველამ შესაძლებელი რომ საკუთარ თავი ამოიცნოს. ისევ და ისევ გამეორდები, რასაც ვატან ძალას, აი შეიძლება ვიჭდე მთელი დღე, ერთი თვე არაფერი არ გადამიღია და ვარ აი ჩემს რაღაცნაირ აი ბურუსში, როგორც ასეთში, რომ აი რა გადავიღო, იქნებ რამე გადავიკითხო თავიდან, იქნებ რაღაც ძველ თემებს შევეხო. იცი რამდენი ტექსტი მაქვს ნოუთებში? ძალიან ბევრი ტექსტი მაქვს, რომელიც არ გამოვიყენებია, ესე ვსივარ, წერ, თავს ძალას ვატან და რამდენჯერაც გადამიღია, ისეთი გამხმაურება არ მოყვა, იმიტომ რომ ზედმეტად რთული იყო. და ეს შეიძლება უცებ ვიჯდე ტაქსიში, ტრანსპორტში და მომივიდეს ჩვეულებრივად მომივიდეს რა. აი არსაიდან. წკა მომივიდა.
ხო, ანუ წკაფია. ჩავნიშნე და ეს მომდის მუსიკაზე, იმიტომ რომ აუდიოლი ვარ. ანუ სმენით ვაწყობ სცენარებს. და ზუსტად ვიცი რა მუსიკა, რა მელოდია მოხდება ამ გადასვლებს და ამ კადრებს. იყო ასეთი ძალიან სასაცილო შემთხვევა, ხონდ მე ჩემ თავზეც გამეცინა. ვიყავი ზღვაზე, ვუყურებდი კაცს და ქალს რა, ანუ ზღვაში ერთად ცურავენ რა. ძალიან ახლოს რა და მე რატომღაც ჩემი ტვინით გადავწყვიტე, რომ ესენი ერთად ცოლქმარი არიან უეჭველი რა. და უცებ გოგომ ჩაიარა და ამა თვალი გააყოლა რა და მეც დავფიქრდი, ნახე, ეს ცოლი ყავს, ალბათ საკმაოდ დიდი ხანი ერთად არიან. და დავწერე რაღაცა ძალიან ფილოსოფიურ, ძალიან მაგარი ტექსტი, რა თუ ვიდეო გადავიღე, არ მახსოვს. აი ამაზე მომივიდედი და ძალიან მაგარი ესეთი კოლექტიურად მიღებული, სადაც ყველა შეეხება და შევადგინე ეს ვიდეო რა, როგორც ასეთი. ოღონდ მანამდე სანამ ამას გავაკეთებდი, მაგრამ მაინც დავიმახსოვრე, მეთქი მაინც გადავიღებ. ესე იგი, ხედავ ის კაცი სხვაგან მიდის, ის ქალი სხვაგან მიდის. შემეშალა, მაგრამ მაინც კაი იყო. აი, ესეთ რაღაცებში მომდის უმნიშვნელო სცენარების დროს შემიძლია რაღაც დავინახო, უცებ მომივიდეს აზრი. არ საიდან. ამიტომ ვცდილობ, ეხლა როგორც წეგან აღნიშნეთ, ვცდილობ რომ თავ ზალა არ დავატანო, იმიტომ რომ თავისით მოდის, ანუ ინსაიტი მოდის თავისით. მუსიკას უნდა უსმენდე აუცილებლად და სავარაუდოდ მივიცე ჩემ თავს ამის საშუალება, ეს ჩემთვის არ იყო ახალი აღმოჩენა, მაგრამ ისევ და ისევ დამნიუტკიცდა რომ ანა მოусმინე მუსიკას. და მაშინ მოგივა. იმიტომ რომ მუსიკალური მაგ დამთავრებული, კარგი სმენა მაქვს, კარგი ხმაც მქონდა თავის დროზე. და შესაბამისად იყვება ჩემი რაღაცა ის ნაწილია, რომელიც მაძლევს დაქუქვის საშუალებას. ასევე არსებობს კოლექტიური არაცნობიერი, რომელთანაც სავარაუდოდ შეერთებული ვარ. თუ შევეხებით კოლექტიურ არაცნობიერს და არქეტიპებს. არქეტიპი ხო არის ჩვენი რაღაცა უნივერსალური ფსიქიკის ფორმა, როგორც ასეთი, რომელიც არის გამოსახულებებში, სიმბოლოებში, არის როლს, რომელსაც მე ვატარებ. და კოლექტიური არაცნობიერი არის კაცობრიობის გამოცდილება, რაც უკვე აქამდე მომხდარა. შენშიც არსებობს, ჩემშიც არსებობს, ხო, დაუშვათ. და ეს უკვე არსებობს ჩვენს ღრმა ფენებში, ასე ვთქვათ. და სავარაუდოდ მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი კონექტი მაქვს დაჭერილი ამ კოლექტიურ არაცნობიერ ფენებთან, ასე ვთქვათ, სადაც მეძლევა ინსაიტები მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ვასრულებ ჩემ როლს, როდესაც მე ვარ აი ამ გეიმიფიკაციაში, როგორც ასეთში, როცა მე მიღებული მაქვს ეს ჩემი როლი, მე ვთამაშობ ამ როლს და ყველა თამაშობთ რაღაც როლს, როგორც შექსპირი იყო და ცხოვრება არის თეატრი, ჩვენ როგორც მსახიობები ამას ამ თეატრში ვთამაშობთ და ასე შემდეგ. აი აქაც ასეა რა დაახლოებით. თუ მე მაქვს მიღებული ჩემი ცხოვრების სცენარი, რაც მერგო, ხო, რომ ერთ და იგივე სცენარზე დავდივარ და ერთ და იგივე სცენარს ვასრულებ. ბიჭო, მიიღე სცენარი რა, ანუ ეს არის შენი მოცემული სცენარი, რომელსაც გამუდმებით დადიხარ, მაგრამ ყოველ დარტყმულ წრეზე შენ ამ ცხოვრებას უკვე სხვა რაკურსით უყურებ. ანუ ეს არის რეალურად ის, რაც უნდა გავაკეთოთ რა. განაჩავარდეთ მსხვერპლის როლში, არამედ თუ კი მე ვარ გმირის, ასე ვთქვათ, არქეტიპში, გმირის როლში, შესაბამისად მე მეძლევა ხმალი, ფარი და ბრძოლის ველი და შესაბამისად ადამიანები, რომლებიც გამუდმებით მებრძვიან. მინდა მათთან ბრძოლა. იქნებ მე სხვანაირი გმირი ვიყო. როდესაც კიდევ ერთ წრეს დავარტყავ და რაღაც გაკვეთილებს ვისწავლი. ანუ ეხლა ცოტა ძალიან სიღრმეებში ჩავდივარ, მაგრამ აი დაახლოებით ესე. ანუ მეც გავდიოდი, მეც ვიყავი ერთი პერიოდი გმირის როლში, თითქოს რაღაცას ვაპროტესტებდი, თითქოს რაღაცას ვეწინააღმდეგებოდი, ვიღაცა ყოველთვის მებრძვის. და მე ხვდები, რომ why not რა, ანუ კაი იყოს ეს ბრძოლის ველი, იყოს ეს სოციალური ასე ვთქვათ, კოლექტიურად მიღებული ნორმები, თუნდაც, რომელსაც უნდა არა შევეწინააღმდეგო, არამედ მივიღო და რაღაცა ჩემი წვლილი შევიტანო რა. ჩემი სულით, ჩემი სხეულით რაღაც წვლილი შევიტანო ამ სამყაროში რა. ანუ რაღაც უნდა პატარა რაღაც გავაკეთო რა. ამ როლით და ამ შესრულებით. და სავარაუდოდ ეგ თემაა, რომ აი ძალიან აი ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევებიც, რომ აუ ზუსტ დროს ზუსტ დროს მოხდა, ხო, აი ზუსტად, აი გიგონება იცი, ჩემ სულში ზიხარ, იმიტომ რომ მე ვგრძნობ, რომ აი ახლა მათ ეს ჭირდებათ. არ ვიცი რატომ, ესე გაზრებული არ მაქვს, მაგრამ ესე ვიღებ და ვდებ რა.
ჩვეულებრივად. აი რაღაცა ეგეთი. და რაღაცა ძალებთან ხომ არ გაქვთ ქალბატონო შეხება. თან შენ როგორც იცი შენ ტაროსთანაც ქონია შეხება ძალიან გაინტერესებდა. კი, ტაროსთან მქონდა შეხება დაახლოებით რამდენის ვიყავი? აი რო გავთხოვდი იმ პერიოდში რა, სადღაც 20-30 გათხოვდი ჩაჯექის სახში და დაიწყო ტაროსში. ხო, რაღაც ისე მოხდა რა, დედჩემა ჩამომიტანა, მაჩუკა ეს დასტა, მახსოვს რომ იყო ტარო, მე იყო ლენორმანის ორაკული, ზოგადად ბებიაჩემიც იყო აი ამ მაგიურ აზროვნებაში და ბავშვობიდან შთამაგონებდა ამ ჯადოებს და აი ამ დამავოებს და აი ამ თელ ამბებს და ის როგორ მაინტერესებს ექსპერტი. 20 წლამდე მქონდა მარტო დარჩენი შიში, სიბნელი შიში და ანუ ოფიციალურად სახში სადაღარ დავყავდი დედაჩემს ბოლოს მომიყვანა ვიღაც ქალი, რაღაც თავზე დამაწვა, რაღაც სასწაულები გააკეთა და სხვათა შორის ვინაიდან და ამიტომ ვიძახი რომ ყოველთვისთან გაიგო რისის წამს ადამიანს, იმიტომ რომ ამის და მიხედვით შენ შეგეძლია მასზე იმოქმედო, სასიკეთოდ. და გამომდინარე იქიდან მე მქონდა მაგიური აზროვნება, მე დავიჯერე და ეს შიში გამიქრა. მე რო გავთხოვდი ისევ მომივარა და უკან. შიში იყო მარტო დარჩენი სავარაუდოდ, რა ის სიბნელეში, როდესაც შენ მარტო რჩები საკუთარ ფიქრებთან და ბევრს აქვს ხოთი შორის ეს შიში. ზოგი აღიარებს, ზოგი თავზალად საკანს და არ ყვება. კი, და სანამ არ გაითიშებიან, იქამდე არიან მეგობრებთან ერთად და გარეთ. ძალიან ბევრი, საერთოდ მარტო, ძალიან ბევრი ნაცნობი მიყავს, ვინც მარტო არ ყოფილა საკუთარ თავთან არასდროს. ახერხებენ რა. კი, ბევრი შემთხვევა არსებობს ასეთი და როდესაც აი დავუშვათ ამ მსგავს кейსებს ვეჯახები, მივდივართ იქამდე, რომ ქრონოლოგიას მივყვებით, რა თქმა უნდა, ესე ვაგროვებთ, ჯაჭვი იკვრება და მივდივართ იქამდე, რომ მე ჩემ თავთან, აი ამ სიჩუმეში, ჩემ თავთან კომფორტულად თავს ვერ ვგრძნობ, ანუ ტოქსიკური ხდება ეს გარემო. და 20 წლამდე ეგრე იყავი? 20 წლამდე მაგიური აზროვნება მეშინოდა და ალბათ რაღაც სულების, მიცვალების, მეზობელი თუ გარდაიცვალა, всё, ჩათვალე რომ აი გაგიჟებული ვარ და უეჭველი სადღაც აქ დადის მისი სული ჩემთან მოვიდა. იმდენად გჯეროდა რომ ხედავდი? ხო, არას ხედავდი კიდევ კაი არ ხედავდი. მაგრამ აი რაღაც ხმას რო გაიგებ, მათ ფიზიკას უნდა ისწავლო რაღაცა საბაზისო დონეზე სავარაუდოდ, რომ დაახლოებით რაღაც ინფორმაცია მაინც წაიკითხო, რა არის მერე და რის შედეგად შეიძლება მოხდეს. ხო, შენ ყველაფერს ზებუნებრივ ყველაფერს ხო და ნუ აი ყველაფერს ზებუნებრივობაში გადამდიოდა. რაც შეეხება ტაროს, ხო, ძალიან საინტერესოა. ტარო რო დავიწყე გაშლა, აი ესე ჩემთვის რა, მე და ჩემი ქმარი ერთად უშლიდით ამ ტაროს, ერთმანეს უშლიდით. არაფერს არ ვაკეთებდით და იმედი გქონდა, რომ ოდესღაც ტარო გვეტყვის, რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაც განათდება. რაღაც ეგეთი იყო, ხო, მე რაღაცებს ვთავდით, რაღაც მანიფესტაციებს და რაღაცა ლოტოსის პოზაში რაღაცა სასწაულებს ველოდებოდით. ხო, ეგეთებიც არის და ტაროსი ანუ გჯერა რეალურად. ნახე, ტარო გიჩვენებს ჩვენ გვაქვს, ნახე როგორ არის, მოდი ესე მივყვეთ დალაგებულად. ესე იგი, ტარო გიჩვენებს გზას. ანუ ჩვენ გვაქვს რამდენიმე შვება მაგას. არა ნახე რა შვება. ტარო გიჩვენებს ის რაც შეიძლება მოხდეს. ის რაც შეიძლება მოხდეს შენი დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ადამიანი მოძრაობს აი ამ მაგიური აზროვნებით და თუ კი ტაროლოგში მკითხავში ან წინასწარმეტყველში დაინახავს ავტორიტეტს და დაიჯერებს, აქ წმენაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. შენ შეიძლება ისე მოიქცე, ისეთი мотиваცია მოგეცეს, რომ ის გაშლა, რომელიც შეიძლება იყოს დადებითი, ან შეიძლება უარყოფითი, ის მოხდეს. ანუ შენ განაპირობო, შენ გააკეთო. დაუშვათ თქვენ აუცილებლად შერიგდებით. მაგრამ ის ტიპი არასდროს არ მოგწეს რა, მაგარი ფეხებზე კიდი ხარ ახლა ამ მომენტში რა. და შენ ისე გააკეთებ, რომ შემოირიგო. ანუ ისე ხდა შენ აკეთებ. დავიჯერებ მოკლედ ამას და დაიჯერებ რა, ანუ წუნებულება ჩაგინერება და ის მოვხვდები იმ კაფეში, სადაც ის არის, აი რაღაცას გავაკეთებ და შემოვირიგებ რა და მე დავაბრალებ იმას, რომ ტარომ გააკეთა ეს. მაგრამ ტაროლოგზეც არის ძალიან ბევრი დამოკიდებული. კარგია თუ ტაროლოგი არის დადებითი ენერგიის მატარებელი, თუ კარგად გიხსნის და ну აი მის სიტყვას აქვს ძალა რა, განსაკუთრებული ძალა და ზეგავლენას ახდენს შენზე რა. რაღაცა манипуляციას ახდენს როგორც ასეც. რატომაც არა თუ კარგველზე გსვავს და შენ ამას აკეთებ,
რატომაც არა, ხო, მაგრამ ისევ და ისევ ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც გადამაქვს. სხვაზე. და მე არ მიხდება, რომ მე რატო არ მიხდა ამ ტაროლოგის წინასწარ რაღაც მეტყველება, რაღაც წინასწარმეტყველება, როგორც ასეთი არ არსებობს ეგეოვნები, ეს არის სავარაუდო მოცემულობა, რაც შეიძლება მოხდეს. წამსვლელი ხარ ამ სავარაუდო მოცემულობაზე. თუ ჩაგერთო мотиваცია, შეასრულებ. თუ არ ჩაგერთო და შავთვალოთ, რომ შარლატანი შეგხვდა, მაგრამ ისევ და ისევ შენზეა დამოკიდებული რა. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იხედებიან რა, მაგრამ ისევ და ისევ მე მგონი ეს მოდის თუნდაც როგორც ინტუიცია. აი, ქონია ანგაცლი. კი, მაქვს ინტუიცია. ეს კოლექტიური არაცნობიერი სფენაა. ის რაც უკვე ხდებოდა, ის რაც უკვე მოხდეს, არის კაცობრიობის გამოცდილება, რაც უკვე აი შენი ცხოვრებით შეიძლება ოდესღაც ვინმე ცხოვრობდა. და გაწვდის რა ამ ინსაიტებს რა, ანუ გაწვნილი ხარ უკვე რა და თუ კი ამას უსმენ და თუ კი ამ გრძნობებს აკვირდები, უფრო და უფრო მეტად იწვრთნები და უფრო მეტი ძალა გემატება რა. ხანდახან საშიშია, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება დაკარგო ინტერესი ცხოვრებისადმი. აი აქ უნდა დაიჭირო ბალანსი. აი რა შემთხვევაში შეიძლება? ანუ იმ შემთხვევაში თუ ძალიან შეყევი, თუ მე არა შემხოდრია ასეთი ადამიანი ხა, მაგრამ წარმოდგენის ზონაზე რო წარმოვიდგენ, ჩემიდან გამომდინარე, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, მე ხა რაღაცებს შეგნებულად არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ისედაც შეიძლება რაღაც ასპექტებში, თუნდაც ადამიანებთან მქონდეს მაქსიმალური დისტანცია, როდესაც აქამდე ძალიან მაგრად დროს ვატარებდი, თუნდაც მაგრად ვერთობოდი, თუნდაც ადგილები, რომლებიც მანიჭებდნენ ძალიან დიდ სიამოვნებას და ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ არ ვიცი რა როგორ თქვა ხო, სიამოვნებას რა საერთო ჯამში. ახლა არა, იმიტომ რომ არ ვერ ვიტყვი რა, დაკარგული მაქვს რა უკვე სხვაგან ვარ ვაფშე გასული. და ხო, ანუ ცოტა დამიწება არის. ანუ დამიწება ცოტა სხვა არის. სადღაც ზედმეტად არ უნდა ფილოსოფია არ უნდა შეიტანო ზედმეტად. ხო, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, ოკეია, მაგრამ უბრალოდ ცხოვრებით რო ცხოვრობ, ხარ მაგალითად ჟურნალისტი, ხარ მაგალითად, არ ვიცი, ნებისმიერ სფეროს წარმომადგენელი, მაგრამ როდესაც ძალიან სიღრმეში შედიხარ და ამ ფილოსოფიაში და რაღაცა ღრმა სწავლებაში და ასევე ფსიქოლოგიაში არ არის კარგი, ანუ არ უნდა შეეხო ამას. იცხოვრე რა შენი ცხოვრები, დატყვი ცხოვრებით, იყავი ლაღი, იყავი ბედნიერი, გდაუშვი შეცდომები, მაგრამ დაიტვირთები რა ზედმეტი ინფორმაციით, რაც შენი საერთოდ არ არის. მაგიტო ვიძახ ხოლმე, ხო არიან რომ აი პოდკასტებს უყურებენ, თუ ისეთ პოდკასტებს მაგალითად სობირების ამაღლებაზე არის ორიენტირებული და უშუალოდ ნებისმიერი გადაცემა წიგნი იქნება, ანუ წიგნებს რო კითხულობენ ფსიქოლოგიურ წიგნებს და აი რაღაცას ანუ ყველაფერი შენზე არ არის, მაგრამ შენ ინფორმაციას აგროვებ ამ ინფორმაციას და პრაქტიკაში აღარ გამოდის რა, ანუ ხარ ინფორმაციული სანაგვე. იქიდან 2% არის შენი, დანარჩენი არის სრულიად ზედმეტი. და მაგიტომ გიჭირს უკვე პრაქტიკაში, იმიტომ რომ ყოველთვის აქ არასწორი ვარ. აი, აქ კიდევ არსებობს რაღაც, რაც არ ვიცი და მოდი კიდე გავიგებ და არა, იმის იქით კიდევ უფრო მეტი არსებობს და მე ცხოვრებას აღარ ცხოვრობ. შენ გადიხარ, მე მგონი გადიოდი მაგ ეტაპს ხა? მე მქონდა ის ეტაპი, როდესაც ძალიან ბევრს კითხულობდი, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვიძენდი და დამეწყო თვითმარქვიას კომპლექსი, როდესაც მეგონა რომ არ ვარ საკმარისი და ყოველთვის ეგონება რომ არ ხარ საკმარისი. ამიტომ სადღაც დავასტოპე, შევჩერდი. ცერ არის მე უფრო პრაქტიკოსი ვარ, რა, მიყვარს, როდესაც რაღაცას გავიგებ და ეს ბავშვური მაქსიმალიზმი მერთვება, რომ აუცილებლად უნდა შევასრულო. აბა ვნახოთ როგორია. აბა ექსპერიმენტი ჩავატაროთ. ყოველთვის ექსპერიმენტებზე ვარ და ამიტომ ვიცი რა არის მუშა, რა არის ზედმეტი, რა არის საერთოდ მოსაშორებელი და ეს საერთოდ არ გჭირდება. ანუ სესიების დროსაც არ ვცდილობ რომ რაღაცა ზედმეტი მოვახვიო, ან მაგალითად ბავშვობაზე შევჩერდე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ან რაღაცის დამუშავებაზე, ანუ არ მიყვარს რა, რომ წულად უნდა ვაწვალო ადამიანი რა. ამიტომ ეს ინტეგრირებული როდესაც არის, როცა შენ თავზეც გაგდაცდილი, რომ აი ეს მაგალითად შეიძლება ამას მოუხდება, აი ეს მაგალითად ამას არ მოუხდება. და აი ჯგუფურ პრაქტიკებში, სულიერ პრაქტიკებში არსებობს ხოლმე ესეთი სულიერი მიმართულება, სულ ეწინააღმდეგები. ოღონდ ძალიან ირიბად ეწინააღმდეგები,
წარამარა აგროვებენ ჯგუფებს რა. არსებობს ერთი ავტორიტეტი, დაუშვათ სულიერი მენტორი და არ ფილტრავს ადამიანებს. იმ 20 კაციდან შეიძლება 2 დარჩეს ის, ვინც მზად არის ამ ღრმა მედიტაციებისთვის. დანარჩენი შეიძლება გაგიჟდეს. და სხვის ენერგეტიკა ხო შეიძლება გადავიდეს მასზე. თან მე თუ მაგალითად საერთოდ არ ვარ მზად იმისთვის, რომ ვიღაცის უმძიმესი ტრაუმები მოვისმინო, თქო თუ ამბობ. ან საერთოდ ვიგრძნო ამ ადამიანის ენერგეტიკა. ხო შეიძლება რომ ბევრად უარესი შედეგით დავბრუნდეს სახში, ვიდრე სესიებამდე. ეგ კიდე სხვა საკითხია. ეგ არის კონტრგადატანა, რაც ხდება, ფსიქოლოგი ამას გრძნობს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიაში ამას სწავლობს. მე მაინტერესებს ძალიან შენი სესიების პროცესი, როგორ მიმდინარეობს რა, ვიცი რომ იუნგისტი ხარ, ხო ეგრე? აი ვერ ვიტყვი ბოლომდე, მაგრამ კი, ვიხები იმისკენ. მე მაგალითად ჩემი თერაპევტი, ვინც, ფროიდისტებიც მყავდა, იუნგისტებიც მყავდა, ყველა ფრისტები მყოლია, საერთოდ ამ პროცესით ძალიან დაინტერესებული ვიყავი, აი სხვადასხვა ფსიქოლოგების და ფილოსოფოსების მიმდევრები, როგორ მიყავთ საერთოდ რა ეს პროცესი და ამიტომ დავდიოდი ყველასთან და იუნგისტზე შევჯექი. აი მართლა გეუბნები შევჯექი, ოღონდ აი მე გავხდი დამოკიდებული ამ ქალზე და ვატყუებდი როგორ რაღაცებს ისე გზად ვიყავი და კექსი გიყიდე და ამოვირბენ და აი ესე მოკლედ აი მართლა ვუძვრებოდი ბოლომდე სადამდე ჩემეძლა ამ ქალმა მითხრა რომ აი მეც ძალიან მიყვარხარო, მაგრამ ცოტა დისტანცია უნდა დავიჭიროთო. და მე ერთ დღესაც პირველად მოვიტყუე მასთან მიზეზი, რატომ ვერ მივიდოდი. და თვითონ მითხრა რომ უკვე მზად ხარ რომ წახვიდა. ანუ შენ თვითონ გიპასუხებს ორგანიზმი გარდა სხეულია თუ არ ვიცი არაცნობიერი რომ აღარ გინდა მოსვლაო რა. ამას ველოდებოდი თქო წელიწად ნახევარი. ხო, ასეთების ხდება კი, უკვე როდესაც გრძნობ რომ ამოწურე შენი უკვე, მაგრამ ადამიანს ხარ მიჩვეული, აუცილებელია გაშვება. ახლა ნახე როგორ ხდება, რაც შეეხება იუნგიანელობას, რაც შეეხება მე მყავს 3 მამა და 1 დედა. იუნგი, ფროიდი და ფროიდზე ხშირად ვიხებ ფეიტს, როდესაც ფროიდის თემებს ვაწვევ, იმიტომ რომ არის რაღაც, რაც მას სრულიად ვეთანხმები. მეც გამივლია ჩემ თავზე და არა მხოლოდ ჩემ თავზე და ძალიან ბევრი ექსპერიმენტი მქონდა ჩატარებული ამ კუთხით. მართალია ეს კაცი რაღაცეებში. ადლერი, როდესაც სადღაც ჩემ თავზეც უნდა აიღო პასუხისმგებლობა და ჰორნი ალბათ, იმიტომ რომ ეს არის ქალი, რომელმაც ძალიან ღრმა ყველაფერში არა შეიძლება არ ვეთანხმებოდე, მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ არ არის საჭირო, ანუ ჩვენს კულტურულ წრეში შეიძლება არ ჭდებოდეს. მაგრამ ძალიან კარგად აღწერილი აქვს ის, რომ რაზეც მე მქონდა წინააღმდეგობა და მე მიშველა, სწორედ ჰორნი მიშველა, რატომ? მენტალიტეტის მიმართ მქონდა ძალიან ძლიერი წინააღმდეგობა. ანუ ჩვენი კულტურული წრე რო ავიღო და ჩვენი მენტალიტეტი აი ძალიან ძლიერი წინააღმდეგობა მქონდა, მაგრამ ეს ხომ მოცემულობა, ეს ხომ ისტორია, ეს არის ჩვენი ქვეყნის ნევროზი და ყველა ქვეყანას გააჩნია თავისებური ნევროზები და თავისებური ასე ვთქვათ შაბლონი, რის მიხედვით ცხოვრობენ. რაც შეიძლება იყოს მიზანშეწონილი ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, სხვისთვის შეიძლება იყოს სრული სიგიჟე. ასევე პირიქითაც რა. და გამიჩინა ეს მიმღებლობა, რომ ასეთები არიან. ასეთი მენტალიტეტია, სხვანაირად და სხვაგვარად არიციან და უბრალოდ მიიღე რაც არის რა. იუნგი უფრო ღრმა, იუნგმა საერთოდ ამიწყო ცხოვრება თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება ჩემი დანიშნულება მაპოვნინა, როგორც ასეთ ისევ და ისევ არქეტიპებს რო შევეხოთ. მე ანიმა და ანიმაზეც გადავიდეთ ჩემი ძალიან საყვარელი თემა, რაც ბოლომდე ალბათ დავამუშავე და ამ მიმართულებას ძალიან ხშირად ვაწვევი. სესიების დროს როგორ ხდება? აი შენაც მოყევი, აი მაგალითად რომ წელიწად ნახევარი და მიჯაჭულობა გამიჩნდა და დედა დავინახე მასში, ის რაც შეიძლება აკლდა შენს ეგოს, ხო? და გაკმაყოფილებ და ვცდილობ, რომ აი ამრიდებლური ფსიქოლოგი ვარ, პირდაპირ ვამბობ, რომ დოზირებად გავცემ სიყვარულს, მაგრამ
დისტანცია მაქვს სულ ყოველთვის. შეიძლება ამით ვაწყენინო ადამიანს სადღაც შინაგანად, მაგრამ ამით არ ვაჩვევ რა, ეგრევე ვუშვებ რა. ისე პირდაპირ კი არ ვუშვებ, მაგრამ ვაძამებ. უკვე გრძნობ, რომ სადღაც პროცესები დაიძრა, ოდნავ კი გრძნობ, რომ პროცესები დაიძრა, სესიებს შორის ხანგრძლივობას დიაპაზონს უფრო სწორად წელავ. ანუ თუ კვირაში ერთხელ არის, ორ კვირაში ერთხელ. აი აქ უკვე გრძნობ, რომ შენითაც გავუმკლავდები. და ამ აღარ ვაჯვაჯვებ რა. გააჩნია სიტუაციას, გააჩნია ადამიანს, გააჩნია ფსიქოტიპს, გააჩნია ინდივიდს რა ჭირდება და რა საკითხთან დაკავშირებით მომართა. არის სიტუაციები, სადაც უეჭველი ჭირდება, მაგალითად კვირაში ერთხელ და იცი რა არის, ერთ საკითხს რომ გავივლით, შეიძლება მეორეც გამოჩნდეს, იმასაც გავივლით. ზოგადად ყოველს უნდა ყავდეს თავის თერაპევტი, ანუ რაღაც თვეში ერთხელ მაინც რო ჩაერთო და რაღაც მოუყვე და თავისი ის აი დღევანდელი საკითხი გაუზიარო და დაგილაგოს. გახსოვს მე და შენ, რომ ამაზე ვსაუბრობდით? აი ახლა დაახლოებით ეს ხდება. შენ ძალიან ადრეულ ასაკში გათხოვდი? არა, ძალიან ადრეულ ასაკში არა. გათხოვდი არა იქ. კომუნისტობის პერიოდში იტყოდნენ, რომ უკვე ჩამოწერილი ქალი ხარო თუ კიდე იმის იქით. როდის 20-ის არა, იყავი? 21 წლის ვიყავი რომ გათხოვდი, 22 წლის ასაკში უკვე ბავშვი დავარსულდი მე მგონი პერიოდში და მე გავაჩინე ხო. და რამდენი წლის იყავი რა აღარ იყავით ერთად? 29-ის 8 წელი ვიყავით ერთად ხო? კაი ხანი ვიყავით ერთად. კი, კაი ხანი. მე ზოგადად ძალიან მე ხარ ვაკორტები, ძალიან სტაბილური ვარ. აი თუ დავსტაბილურდი, მე ბოლომდე არ ვერ ვიტყვი თავს ძალას ვატან, მაგრამ ძალიან მიყვარს ურთიერთობა. მე ძალიან ისეთი ლომი ვარ ჰოროსკოპით და ძალიან მოსიყვარულე ვარ და გამცემი ვარ. მაგრამ ნახე ახლა მაპატიე რო გაწყვეტინებ, მაგრამ თან სტაბილური ხარ და თან მუდმივ ცვლილებებში ხარ. ხო, რასტანია, ხო? ძალიან მოგწონს თან თავგადასავლები, ცვლილებები. ოღონდ ამ ურთიერთობაშივე უნდა ხდებოდეს. ხო, მაგრამ თან სტაბილური ხარ. თან სტაბილური როგორ იცი, ანუ არ მიყვარს გადახტომა. არ მიყვარს ერთი წელი, ახლა ასე ამ ურთიერთობაში ვარ მეორე, რა ვიცი, ერთ თვეში დავშორდი და ორი თვე სხვასთან ვარ, ოღონდ სერიოზულ ურთიერთობაში. ანუ არა, აი თუ შეყვარებულები ქვია, თუ პარტნიორები ქვია, მაშინ ვართ და ვართ იქამდე სანამ და თან ამ ურთიერთობაში არ უნდა ეს ურთიერთობა არ უნდა იყოს სტაბილური. უნდა იყოს ცვალებადი. მაგრამ სტაბილური რაღაცა ნიშნები ხომ? სტაბილური ნიშნებიში რას გულისხმობ, რომ ერთად ვართ, ერთად გავდივართ ამ გზას, არ ვშორდებით. არ შორდებით, მაგრამ რაღაცა თავგადა ერთად უნდა გაიაროთ ყველა შენი აი ეს ტყავის ცვლილებები და კანის გამოცხადება. ძალიან მაგარი, პარტნიორი არის შენი ყველაზე მაგარი მასწავლებელი. აი პარტნიორი არის ყველაზე მაგარი ხიდი, რაც კი შეიძლება არსებობდეს. ახერხებ რა პარტნიორთან თერაპევტი არისო? ვაიმე, არა. ჩემს პარტნიორთან მე არასდროს არ ვიქნები თერაპევტი, იმიტომ რომ შეგნებულად არ მინდა რომ ვიყო. და მithქვამს კიდევ ეს ნუ მაიძულებ ვიყო შენთან თერაპევტი. ნუ მაიძულებ, იმიტომ რომ მე მინდა რომ მე მყავდეს კაცი. თუნდაც არადეკვატური, თუნდაც თავისი პრობლემებით, მაგრამ კაცი. ანუ ეს ცხოვრება უნდა, მაგრამ შიგადაშიგ ძალიან ირიბად ვუშვებ ისეთ თემებს, სადაც თვითონაც ვერ ხდება. მაგრამ ვამუშავებ, კი, ვიცი როგორც უნდა დავამუშავო და ექსპერიმენტებსაც ვაკეთებ, რომ მისი მენტალურად არ დავკავდო მამაკაცი. თან შენ გააქვს მაგის ენერგია და დაკოდვის ხო? ხო. მართლა გააქვს. და მე შენ თვითონ აღარ მოგწონს ხო? მე მგონი ეგეთი პროექტები. დაკოდილი ხო? და რა სად ხდება დაკოდვა? ელემენტარულ რაღაცეებში. სადაც მე შემიძლია ეს არ გავაკეთო და მას გავაკეთებინებ. მაგალითად. მე აღმოვაჩინე კოლექტიურად ეს ჩემია, მარტო მე არ მეკუთვნის, შენც დაფიქრდი. არ ვიცი თუ ქონია მსგავსი გამოცდილება. სადღაც შეიძლება შემეცოდოს. ხო არიან ქალები, რომ მე გადავიხდი. მე გავაკეთებ. და ამ დროს გრძნობ, ან რაღაცა ბოლოთან ხარ და უნდა რომ ჩაგირიცხოს და მე მოგცემ, არ გინდა. და აი ამ დროს ეს არ გინდა რომ ჩნდება, ჩემ თავს ვაჩერებ, ანა ერთი წამი, სტოპ. ვინ არის ეს? ვინ საუბრობს შენს მაგივრად? რატო გეცოდება? დედა იჩიტები? რაღაც ეგეთი ხო და ჯა მიცოდება, ვიცი რომ ბოლოა და მაწ. არა. ორი იმდეს მიიღებს. შენ ხარ
ამ კაცის რესურსი, ანუ ქალზე არის დამოკიდებული, რამდენად გამოიმუშავებს მამაკაცი რესურსს. და რაც უფრო შთააგონებ, რაც უფრო ინსპირაციას მიცემ, რაც უფრო გამოუღელიტავ ჯიბეს. ხო, მით უფრო შეივსებს. კი, შეივსებს, კი, მაგრამ რა აი ჩვენთან ამის პრობლემა არის, მართლა ძალიან სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ რა ვიდეოც არ უნდა დავდო რაღაც ქალის და მამაკაცის ურთიერთობაზე. თქვენ ქალები მერკანტილურები ხართ. თქვენ მხოლოდ ითხოვთ და ბიჭო, გაუკეთე რა იყო, დაგაკლდება, უყიდეს ყვავილი, უყიდეს iPhone-ი და კი წამოვიდეს აგრესიული ტენდენცია, რომელიც გულისამრევია მესმის. რა ტენდენცია? აი ეს რომ iPhone-ი მიყიდე, ყვავილები მიყიდე, კაცმა უნდა გამიკეთოს, ისიც თუ კაცმა საჩუქარი, კაცი არა ვალდებული საჩუქარი გამიკეთოს, მაგრამ მე ავარჩევ იმას, ვინც გამიკეთებს საჩუქარს, თუ რაღაცა ეგეთი რა, ანუ ძალიან ისეთი აგრესიული, ასე ვთქვათ, პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ კაცმა უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ ეპოქა გაიჩინა, რატომღაც სადაც კაცი არის პრინცესა. არ არის ეგრე? კი, მაგრამ აქაც თავი რატო გაიჩიტა პრინცესა? ჩვენ გამო არა. რატო არა? დედების გამო. ანუ მე ჩვენ არ ვართ დედები? დედა რომელიც არის მოკლედ დედა არის მამაკაცის მთავარი პირველი მოდელი ქალის. თუ დედაჩემი იყო ბედნიერი. თუ დედაჩემი იცოდა როგორ მოევლო საკუთარი თავისთვის, როგორც ქალისთვის, თუ დედაჩემა იცოდა როგორც ქალი საკუთარი თავის ფასი, უვლიდა თავს, ხარჯავდა საკუთარ თავზე. და მე ამას ვხედავდი, ეს არის ჩემი პირველი შაბლონი, მე ამას უყურებ. აჰა. ანუ ესე იგი ქალი ასეთია. ოკეი. და ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ჩემი ქალისთვის რამე გავაკეთო, იმიტომ რომ ჩემმა პირველმა მოდელმა შაბლონმა დამანახა, რომ ეს რეალურია, ეს ნორმაა, მაგრამ თუ დედაჩემი შრომობს, თუ დედაჩემი ემიგრაციაშია, ფულს მიგზავნის ემიგრაციაშია, რაც ხშირი მოვლენაა და ხელის გულზე მატარებს, მე ხვდები, რომ რატომ უნდა გავუკეთო ქალს? ამიტომაც განა ჩვენ ხვდით პრინც, ანუ ეს უკვე იმ პატერნიდან გამომდინარე, შაბლონებიდან გამომდინარე, რასაც მიჩვეულები არიან, ასევე ქალები, გოგოები, როგორ ვიზრდებით. რა გვასწავლეს? მამამ რა გვასწავლა, დედამ რა გვასწავლა? ან თუნდაც დედამ ხო გვასწავლა თუ არა გაბრანჭვა, მასწავლა თუ არა როგორ უნდა დავაფასო თავი, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად ხდება. მამა ასწავლის გოგოს სიყვარულს, დედა ასწავლის გოგოს გადარჩენას. ბიჭს ასწავლის დედა სიყვარულს, მამა ასწავლის გადარჩენას და დღესდღეობით ჩვენ ვეჯახებით იმას, რომ ქალს შეუძლია გადარჩენა და კაცს არა, იმიტომ რომ მამა ძირითად შემთხვევაში სად არის? სადღაც არის. და ისე მაგრად მიკვირს ხოლმე, სადღაც რო შევეჯახები ისეთ მამებს, რომლებიც შვილის მიმართ არიან, გოგოების მიმართ, ბიჭების. ეგრევე აღნიშნავ, პირდაპირ ვეუბნები, რა კარგი მამა ხართ. ძალიან მაგარია. გიჟდები ეგეთ კაცს. ჩვენთან არის ამის პრობლემა. არის ეს კოლექტიური პრობლემა. ასე ვბრაზდები ძალიან იცი. აი დედა თუ შვილს უტოვებს მამას. აი მართლა ეგრე რო ხდება, რომ ბიჭო დღეს ძიძა ვარ და ვერ ძმაკაცებს ეუბნებიან მამებს. რას ქვია, ვერ გავიგე ძიძა ხარ? არა, მამა ხარ დღეს. და დედა გავიდო გარეთ. ანუ ვერ ხვდები საერთოდ თანაბარი უფლებები რატო არ არის და დღემდე როგორ შეიძლება და აი ესეც თანამედროვე სამყაროში ტელეფონით შეგიძლია გადაიღო ფილმი აი რატო არის ჯერ კიდე იმის განხილვა რომ დედას უფრო მეტი დრო უნდა დედა მეტ დროს უნდა უთმობდეს ბავშვის განვითარებას სწავლას ჩაცმას დახურვას მანაობას ვერ ხვდები არა და მამა მე მგონია რა ვიცი ხა მამა ჩემი ცხოვრებაში იმხელა ფიგურაა ერთ იმ ცნობილ ინფლუენსერზე მქონდა არ ვიცი ესე ფალყურს ვადევნებდი ხანდახან ხვდებოდა და მეთქი როგორი თავდაჯერებულია და ერთხელ მოლში დავინახე მამასთან და ისეთი თბილი და ისეთი ურთიერთობა ყოველთვის ვაკვირდები ანუ მე რომ დავდივარ ყველას და ყველაფერს ვაკვირდები ოღონდ რაც მჭირდება
და ეგრევე ხო. ეს ხუთაშორის მე არ მყავდა მამა, არ მახსოვს მამა ჩემი, მაგრამ მყავდა ბაბუა და ბიძა. და ეს მასკულინური ფორმა მიღებულია, ხელის გულზე მატარებდნენ, სუტაშს მიკრავდნენ. და ეს ხო, ეს მე მამაკაცის სიყვარული მაქვს მიღებული. ხა მეინტერესებს ეგეთი რაღაცა, თქვა თქო. იმიტომ რომ ეხლა ვფიქრობდი ამდენი ხანი და მოვიფიქრე ძლივს რა პარალელურად მაგაზე ვფიქრობდი. შეიძლება იმედია არ იგრძენენ რომ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. ესე იგი, ესეთი სახის ვიდეოები აქვს რა. ალბათ ყველას შეგხვედრიათ ახლა მე ძალიან ბევრჯერ შემხვედრია და მე უკვე მიხვდა ალგორითმი და მიგიდებს ძალიან ხშირად. თქვა ვამბობ. ეგეთი სახის რილსები აქვს რა და ამ თემატიკი შეიძლება არ გაქვს ახლა მაგაზე ვიდეო დაგაფიქრო. თქვა ვამბობ, მე და შენ დღეს მთელი დღე ურთიერთობაში ვართ, რომანტიკულ. მთელი დღე არ გვცალია არც ერთს. და ვერ ვნახეთ ერთმანეთი. იმიტომ რომ ობიექტური მიზეზები გვაქვს იმისა, რომ ვერ ვნახოთ ერთმანეთი. არ გვცალია, მაგრამ დღის ბოლოს ვნახულობთ ერთმანეთს და შენ ხარ ჩემზე გაბრაზებული ამის გამო. რატო? არც შენ არ გეცალა, არც მე არ მეცალა. რატო ხარ გაბრაზებული? იმიტომ რომ ჩემი შინაგანი ბავშვი ითხოვს რაღაცას, რაც დანაკლისში აქვს რა. ეს უკვე ინფანტილიზმია. არ მეცალა, არც მე და მე რომც მეცალოს, შენ არ გეცალა. ვერ ვნახავდი. რატო ხარ გაბრაზებული? ხო, არა, ეგ თემა უნდა ჩაიშოვოს. მე ამაზე უნდა ისაუბრო. ეს არ არის ეს თემა, რაც უბრალოდ ვიდეოში ჩააკვეხებ რა და ეს რაღაცა. მაგას ვერ ჩააკვეხებ. ეგ არ არის ესეთი თემა, ხო. ეს ზოგი თემა არ არის ზოგადი და არის ინდივიდუალური სახის მატარებელი. მე ძირითადად შემთხვევაში ძალიან ზოგადს ვიღებ. ისე რომ შენ ტყუილად არ მოახვიო შენ თავს ეს იდეა, რომელსაც მე ვატარებ. ტყუილად არ მოახვი, შენზეც ნაწილობრივ იქნება რა. მაგრამ თუ თემა არის ჩასაშლელი, მაგალითად, ჩემსა და შენ შორის მოხდა რაღაც უთანხმოება, სადაც ბოლომდე ვერ გაიშალა თემა, აუცილებლად ვждები და ამაზე ვსაუბრობთ. ის კი არა რომ მე, კაი ბიჭო, მე შეეწინააღმდეგო, რომ კაი ბიჭო, ეხლა რა გაგიტყდა მაგალითად, რომ ხო, შენც არ გეცალა, მეც არ მეცალა და შემეშვი რა. კაი, მოდი გავშალოთ, ხო, კაი, შენც ხო არ გეცალა. მე ის რაც გეუბნება. მაგალითად. მაგამდე არ ჩავსოვარე. ო, და ეგ დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის მეუბნება, რომ კაი, რას მეტყოდა ეხლა ეგეთ შემთხვევაში. მე ძალიან უყვარს სხვის ადგილას თავის დაყენება. ჩემი პროფესიაც ალბათ ეგ არის და ხო, აი ეგ არის, ხო, ეს სხვის ადგილას რო ვდგები, შეხეთის გადმოსახედიდან რო ვიხედები, არ არსებობს ჩემთვის ამიტომ თემა, რაზეც გეტყვი, რომ კაი, რა გეწყინა, სულელი ხო არ ხარ. გეწყინა და გეწყინა, არ იყოს საწყე. ეგეთ რამეს ვერ გეუბნები. იმიტომ რომ როლებში შედიხარ მარტივად. როლში შევდივარ და მომენტ ეხლა შენ ადგილას მეც მეწყინებოდა. ყველაფერზე ეგრე ვარ წარმოიდგინე. შენ იღებ წყენებს სხვისგან? ვინმეს თუ ეწყინა, თუ ეწყინა შენგან? მარტივად ვიღებ. არა, ვცდილობ რომ გავიხსენო ბოლო რამე, ისეთი მსგავსი. იცი რა არის, თუ ეს არ ეხება ჩემს საქმიანობას და რაღაცა რენდომ სიტუაცია, ძალიან ვერ ვიხსენებ მართლა, ცოტა ალბათ არ მქონია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ შეიძლება ეწყინათ კიდევაც და უბრალოდ ამის შესახებ არ ვიცი, არ ვარ ინფორმირებული. აუცილებლად ჩავშლი. არა, ჭიასავით ჩავშლი. განა ის რომ მე მაგრამ კიდია, ცოტა ძალიან ფეხებზე მკიდი ადამიანი ვარ რაღაცებს, იმიტომ რომ არის მცხელა, არ მციო ეხლა მისგან, მაგრამ მე არ მინდა რომ ეს ადამიანი თავი არაკომფორტულად იგრძნოს რა ამ ადამიანმა, არ მინდა რომ ეს თემა აუცილებლად იყოს ჩაშლილი. განა იმიტომ რომ ჩემი თავი გამოვიყვანო მართალი. შეიძლება არ ვიყო მართალი, მაგრამ ის მაინც უთხრა რომ კი არ ვარ მართალი. სხვათა შორის ისე რომ იცოდე არ ვარ მართალი. რომ ამ არავითარ შემთხვევაში არ დავტოვო ადამიანი გაურკვევლობაში. იმიტომ რომ გაურკვევლობა არის ყველაზე საზიზღარი გრძნობა. ყველაზე თუ არა, რა ვიცი, ერთ-ერთი ძალიან საშინელი გრძნობაა. მე ვერ ვიტან. შეიძლება გამათენებინოს. მაგრამ ნახე, მე კიდე რა პრობლემა მაქვს. გაურკვევლობის შეგრძნება რომ აწუხებს, არ შემიძლია ეგრე დაძინება. საერთოდ ვფიქრობ, რომ მეორე დღისთვის არ უნდა გადავიტანო დღევანდელი პრობლემები, დღეს რო დავალაგო ჯობია და ხვალ. მაგიტო ვერც ვერ იძინებ, ხო? ხო, და ხვალ სხვა პრობლემები შემექმნას. მაგრამ თუ შენ ჩემ მიმართ გაქვს რაღაცა, თქო, უსამართლობის შეგრძნება ნაწყენი ხარ. კარჩე, იქამდე შეგიჭამ ტვინს, რაღაც მომენტში მე ვფიქრობ, რომ ვაწუხებ რა ადამიანს. იქამდე ჩაგეძიები, სანამ არ მივალთ ბავშვობის ტრამვებამდე.
მივხვდი და ეგ ნორმალურია შენი აზრით? არა, ხო და მაგიტო ვიძახი, რომ არ უნდა გააკეთო და მოახდინო ზედმეტი ფსიქოანალიზი. იმ ცოდნიდან გამომდინარე, რაც ცოდნას გაქვს მიღებული, თუ ამ სფეროს წარმომადგენელი არ ხარ. გაგაგიჟებს, რა გინდა? მე არ ვაკეთებ ამას. რას ვაკეთებ? ხე შენაც ისტორია მოყევი. აი მაგალითად რაღაცამ ჩამაჭირა რა და ვფიქრობ, ხვდები რომ ვერ ვიძინებ. და ჩემ თავთან ესეთ შიდა შეთანხმებას ვახდენ, რომ მოდი ხვალ განვაგრძოთ. მოდი ხვალ გავაგრძელოთ ამაზე. ხო? არ ვუშვებთ ამ თემას, ვტოვებთ, მაგრამ ხვალ აღარ მახსოვს. ეს ზამოქმედებს მენტალურ მდგომარეობაზე. იდეაში არაფერს არ გაძლევს. ანალიზი ყოველთვის არ არის კარგი. როდესაც ძალიან სიღრმეებში ჩადიხარ. კონკრეტული სიტუაცია თუ ძალიან გაწუხებს და მოქმედებს რადიკალურად სulis შენს ცხოვრებას და გაგდებს აი ამ გზის ტრაექტორიდან და ცუდად ხდის რეალურად, შეგიძლია ამაზე გააკეთო ანალიზი, ჩაშალო და მიხვიდე რაზე, იმიტომ რომ ჩვენ ხო თავდაცვითი მექანიზმებით ვართ რა იდეაში, ანუ საფრთხის თუ კი საფრთხე მემუქრება, ჩემი ტვინი ყოველთვის მაწვდის ამ შფოთს და ყოველთვის მიბრუნებს ისევ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობა შეიძლება ჩემთვის იყოს სახიფათო. ამიტომაც თუ კი არსებობს რაიმე საფრთხე, რომელიც ყოველთვის ილუზიურია, ყოველთვის შიში, რომელიც გეუფლება, შენ ტვინს ბოლომდე არ მიყავს. რაღაცაზე ჩერდება და იმას ღეჭავ, მიიყვანე ბოლომდე. მიიყვანე კატასტროფამდე, სადაც ყველაფერი ინგრევა და ფსკერზე ხარ და იგრძენი, იცხოვრე და მერე არის თუ არა აქედან გამოსავალი და იფიქრე გამოსავალზე. და მაშინ ყველაფერი ლაგდება. პარტნიორებს შენი აზრით როგორ ვირჩევთ? მე ძალიან მომწონს შენი თეორიები. ზოგადად ადამიანები რატომღაც ელოდებიან მზა ფორმულას რა რაღაც ურთიერთობებში რა უეჭველი ჭირდება ასეთი პარტნიორი და მინდა რომ პარტნიორმა ეს გამიკეთოს, ეს შემივსოს, ეს ამივსოს, ეს გადაავსოს, ეს დააკმაყოფილოს და ასე შემდეგ. მაგრამ როგორი უსუსური და მოწყვლადი ხარ შენ, ასეთივე უსუსური და მოწყვლადი და თავისი პრობლემებით მოდის ადამიანი შენთან. თავდაპირველად ხო ყველა ურთიერთობა ძალიან საყვარლობაა, ხო? ჩვენ ყოველთვის ვავლენთ ჩვენს დადებით მხარეს. ნუ ძირითად შემთხვევაში ასეა. ძალაუნებურად, არაცნობიერად. და ამ ნიღბებს მე ვიხდით უკვე და მე უკვე ნელ-ნელა შევდივართ ამ პროცესში. პარტნიორებს ვარჩევთ იმის და მიხედვით, რისი დანაკლისები გვაქვს აქ და ახლა. თუ ეს დანაკლისები შეივსო ამ პარტნიორთან, თუ აი დაახლოებით სიტუაცია როგორი მოდი სიტუაცია წარმოვიდგინეთ, რომ მე მყავს პარტნიორი, მასთან დავკმაყოფილდი ბევრ ასპექტში, მაგრამ ხვდები რომ რაღაცეებში ან ერთ კონკრეტულში რატო ხდება მე ღალატი ან კაცი ან ქალის მხრიდან ეს ადამიანი არ მიკმაყოფილებს. იდეალური ვარიანტი როგორია? წარმოიდგინე. გავედი ქუჩაში, მაგალითად, სადმე მოვხდი საერთო, სადღაც შეკრება იქნება, ან კლუბი იქნება, ან რესტორანი იქნება, ან მეგობართან, სადღაც გავიცანი ვინმე ტიპი, ან ვინმე ქალი, ან ვინმე კაცი და სამსახურში მაგალითად, ხო, რაღაცნაირ ისეთი ჩვენ შორის ისეთი სასიამოვნო ალიანსი შედგა. ძალიან ხშირი შემთხვევაა მაგალითად ეს რომანები როგორც ასეთი. ხო და მაგალითად ეს ჩემი თანამშრომელი, ჩემდამი იჩენს ისეთ ყურადღებას, რომელიც მე თავს მნიშვნელოვნად მაგრძნობინებს რაღაც, აი მე როგორც ქალს მაგალითად, თავს მაგრძნობინებს სექსუალურად. ან მაგრძნობინებს ბავშვურად, როდესაც ამ ურთიერთობაში დედა ვიყავი. ან მაგრძნობინებს უბრალოდ მნიშვნელოვნად რა, რაც მე მიკმაყოფილებს ჩემს ეგოს, იმას, რაც არ მიკმაყოფილებს ჩემი პარტნიორი, რომელთანაც უკვე სტაგნატური ურთიერთობა რაღაც ერთ პოზიციაში შეჩერდა. იდეალური ვარიანტი რა არის? მე ეს აღმოვაჩინე, მოვდივარ ჩემ პარტნიორთან და ვეუბნები. იცი? მე მგონი ჩვენს ურთიერთობას ბზარი დაედო. რატომ დაედო? იმიტომ რომ სხვა მივსებს იმას, აღმოვაჩინე რომ სხვა მომეწონა. ეხლა როგორია შენ პარტნიორს ეს უთხრა? რა? და აი ხო, მაგრამ იდეალური რა არის ვარიაცია, რომ დროულად მიხვდე და გაუზიარო და მან შეძლოს რომ ხელი შეგიწყოს. და შენ რო ხვდები ამას რომ ხელოვნურად შეიძლება აკეთებდეს, იმიტომ რომ შენ უთხარი?
იცი რა, ამან სექსუალურად მაგზნობია თავი და მოდი ახლა შენ მაგზნობია. კი, შეიძლება კარგი კითხვაა, შეიძლება ხელოვნურად აკეთებდეს, მაგრამ ნახე რა ხდება. შენ კი ხვდები რომ ის ხელოვნურად აკეთებს, მაგრამ ისი აკეთებს რომ მაინც გიკმაყოფილდება ეგო. ანუ ნახე, შენ გიჩდება შენ ხვდები რომ ამას თავს ზალას ატას, მაგრამ შენ ამასობაში ფიქრობ რომ ეს იგი ვუყვარ ვარ, რადგან საკუთარ სუსტ მხარეს, რაც არ გააჩნია, გადააბიჯე და ჩვენთვის აკეთებს. და თუ დროულად მოხდა ეს, ამის აღმოჩენა და თუ ერთმანეთში ჩვენ ეს გავიარეთ, იმიტომ რომ სხვა ადამიანი უკვე, როდესაც ეს პრობლემა, ეს ბზარი ჩდება, უეჭველი აუცილებლად გამოჩნდება მესამე პირი. აუცილებლად, იმიტომ რომ შენი ველი გახსნილია, სხვა ურთი, იმიტომ რომ სურვილი არსებობს დაკმაყოფილების და ჩდება სხვა ადამიანი, თუ მობილიზება მოახდინა და ეგრევე მიმართე შენ პარტნიორს, პარტნიორმა რაღაცაში ხელი შეგიწყო, წკა ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადადის. კაი, ეხლა მითხარი ის შემთხვევა, როდესაც მაგალითად ვამბობ, ეხლა გამოჩნდა მესამე ადამიანი, მაგრამ მე ამას სულ თრგუნავ და თრგუნავ საკუთარ თავში. აი, მე რა ხდება? ურთიერთობა საოცრებად ეტყობა და მაინც სრულდება ფატალურად? ნახე, ყოველთვის პირველ ჯერზე არა. შეიძლება დათრგუნო, ჩაახშო. არც შენთან თქვა? ხო, არც საკუთარ თავთან არ აღიარო, იმიტომ რომ ნუ ეხა როგორია, ნუ ძირითად შემთხვევაში უმეტესწილად ქალში ხდება ეს რა, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა სხვა როლს ვასრულებთ. მეტყვი თუ ჩვენი ღალატი უნდა იყოს უკვე გრძნობებით, უკიდურესობებით, დაშორებით და ქალისთვის ძალიან რთულია ერთ პარტნიორთან ცხოვრება, ქმარია, ნაშა, ეგრე არ არის. კაცის შემთხვევაში შეიძლება, იმიტომ რომ კაცი მიჯნავს, მისთვის სიყვარული ერთია, სექსი სხვა არის. ქალისთვის არა, სიყვარული სექსი ერთია. აი ბიოქიმიურ დონეზე მოდი ესე მარტივად რა ვთქვათ რა. ეხლა უცებ წარმოვიდგენ, შეხო გიყვარს როლებში შესვლა, წარმოვიდგენ რომ კაცი ხარ. მაიმე, ქალს არ გავმაზავდი, რა სისულელეა. კი, შეიძლება ყოლოდა ერთი. აი, არ ვიცი, აი მე მაგრამ შესაძლებელი მგონია. შესაძლებელია, არა. ქალისთვის? ყავდეს ერთი პარტნიორი და გააჩნია პარტნიორს მაშინ. მაგრამ ძალიან გარღვევებია, უკვე ფსიქიკური გარღვევები ხდება აქ. ქალის ბიოქიმია არ გაძლევ. რატო ესე მართლა? არაფერი. რაღაცა ძალიან გამორდეთ კამერა. არა, ნუ ზოგადად ბიოლოგია არ აძლევს ოქსიტოცინის დონე არ აძლევს ქალს. ანუ დამპყრობელი არ არის. ანუ მთელი ჩემი სამეგობროს ნახევარი. ანუ ფსიქიკური დარღვევით არის ესე იგი. იცი რა არის? რაღაცაში ძალიან დიდ უკმაყოფილებას განიცდიან ესე იგი. და თავს იტყუებენ. რატო ჩერდები მაშინ ამ პარტნიორთან თუ ასე ზღვარს რა ვიცი, აი გააჩნია სიტუაციას, ეგ უნდა ჩავიდე რა, ესე ვერ იტყვი, მაგრამ სტანდარტულად ყოველთვის ვამბობ ხოლმე ზოგადად და სტანდარტულად. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი, ყოველთვის არსებობს. როგორც ხა კაცშიც და ქალშიც, მაგრამ აი ზოგადად რა ვთქვათ, ქალი არის ოქსიტოცინზე, ქალი არის ზრუნვაზე, სიყვარულზე, გაცემაზე, კაცი არის დაპყრობაზე რა. და შესაბამისად ეს დამპყრობლის მაგალითად სოლი შეიძლება ყავდეს და ნუ ესე დადიოდეს რა, იპყრობდეს, იმიტომ რომ ეს ხოში აქვს რა, რომ აი ეს მოვინადირე, თორე სიყვარული კი არა გრძნობები, просто მონადირობს რა. თავის ეგოს იკმაყოფილებს. მონადიროს როგორ უნდა ქნა? აი ეგ არის. უნდა იყო მიუწვდომელი, უნდა ამყოფო ტონუსში, რაც ძალიან რთულია ქალის, იმიტომ რომ ხო გვიყვარს რა. რა? რატიგერეც არ უნდა იყოს. როგორ? შენ აუცილებლად შეხვდება ისეთი მიუწვდომელი, იმიტომ რომ შენ რაღაცა ისეთი ჩახარ ბუნჩულა. მინუსი ყოველთვის პლუს ეძებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წინამ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთს არ შევხვდებით და მე აი აქ უკვე ურთიერთობის საწყობა სიყვარულის ზოგადად ეს აშენება არის ძალიან რთული. ანუ არ არის მარტივი, ყოველთვის რომ რთული, იმიტომ რომ ადამიანი არ არის სტატიკური არსება. დღეს ბალი უნდა, ხვალ მარწყვი უნდა, ზეგ, რა ვიცი, საზამთრო. თავზე გადაიტეხოს. ნუ ესეთია რა, დღეს მაღალწელიანი შარვალი მიყვარს, ხვალ რა ვიცი, დაბალწელიანზე გადავალ, ხო? ანუ იცვლება ეს ყველაფერი. ამიტომ
აი ეს ადრეული ქორწინება და აი ეს იდეა, რომელიც ჩვენი მენტალიტეტი ესე ატარებს და ამას ვეწინააღმდეგები, მთლა კარგი არ არის. არც ის არის კარგი, როცა მაგალითად 40 წლის ასაკამდე ცხოვრობ და მე ანუ რაღაცა იმ ბალანსი უნდა არსებობდეს რა. და ყველა მხარე, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც უკიდურესობებში გადადის. რაღაც შეიძლება ერთი ბალანსი შევკროთ, რომ მეც რაღაცნაირად განვითარდე, გავსინჯო, მოვსინჯო, გავიგო, ექსპერიმენტი ჩავატარო და აი ამ ურთიერთობაში ვეცადოთ ჩემი ძველი გამოცდილებებიდან გამომდინარე რაღაც გამოვძეთ, სწორად რაღაც ავაწყო და ნუ მე მაინც ვთვლი, რომ ქალს აქვს ძალიან დიდი ძალა რა ურთიერთობაზე, შეიძლება ძალიან დიდი ზეგავნა მოახდინოს მამაკაცზე, მამაკაცი როგორც ააშენოს, ასევე დააქციოს რა. ქალზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, იმიტომ რომ ქალი არის დედა. დედის არქეტიპი, გინდა არ გინდა. ოღონდ აი ამ დედაში არ უნდა შევიდეს ბოლომდე. დედაში ბოლომდე არ უნდა შეხვიდე, ისეთი უნდა იყოს, რომ სუმუგინადი რა. უნდა იყო ევა და ლილიტი, თუ ჩვენ ვიღებთ მეტაფორას ბიბლიიდან, დაუშვათ ევას არქეტიპი თუ ავიღეთ, ეს ევა არის ოქსიტოცინის ქალი, დედა, ცოლი. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა დაუშვა, მაინც მაცდური არ არის, ევა არ არის მაცდური. ლილიტი არის მაცდური. თავიდან როგორია ეს ლეგენდის თანახმად სხვანაირი ისტორია არსებობს, რომ ადამი თუ შეიქმნა თიხისგან, ლილიტის შეიქმნა თიხისგან. და მე ლილიტმა ადამზე თქვა, რომ მე შენი დაქვემდებარების ქვეშ არ ვიქნები, როგორ შენი ტყვისი არ ვისავ და გააგზავნეს მე სადღაც ჯოჯოხეთში, სადღაც და გააგზავნეს და მე ადამის ნეკნიდან გამოიძერწა ევა. ადამის ნაწილი გახდა და შესაბამისად უკვე იყო დაქვემდებარებული. კი რაღაცებში ეწინააღმდეგებოდა რაღაც სისულელებს აკეთებდა, თუმცა ადამის იყო. მას ეკუთვნოდა და ლილიტი არსებობს ჩვენ ყოველ ქალში არსებობს ლილიტი, სექსუალური ენერგია, თუ სხვანაირად ინტერპრეტაციას მოვახდენთ, რომელიც ყველა ქალში არსებობს, ან არის გამოყვანილი ზედაპირზე, ან ძალიან დათრგუნულია და თუ დათრგუნულია, მოდის ისტერია, მოდის ბრაზი, მოდის დაუკმაყოფილებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. რაც მოქმედებს, რა თქმა უნდა, მენტალურ მდგომარეობაზე, იმიტომ რომ შენი ლილიტი ხანდახან უნდა გამოიყვანო, იმიტომ რომ მამაკაცს აშენას აღნიშნო როგორ ვანადირო, ლილიტი უნდა ჩაირთოს. მე სხვებსაც მოვწონვარ, ჩემზე ინადირე. ნუ ეს იდეალური ვარიანტია, მაგრამ რაღაც უკიდურესობებშიც არ გადახვიდე რა, რაღაც ეგეთი. ხო. ხო, ძალიან საინტერესოა. ძალიან საინტერესოა ურთიერთობები და ალბათ ძალიან რთული. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი, ვიცი რომ ანუ ჩვენ არ გავჭირდებით აროზოს, ამიტომ და უცებ თუ მეტყვით რომ გაწყდა ხალხო, მეც ეგრე ვფიქრობ რომ უცებ გაწყდა, უბრალოდ ხვდები რომ მართლა ვერ გავჭირდებით. უნდა გაწყდეს უეჭველი, ყოველთვის დავტოვოთ რაღაც რა. და არ ვიცი, თუ მოგეწონათ ჩვენი ჭორაობა, შეგვიძლია კიდე რავი პიჟამოებში ჭორაობა გადავიღოთ. მართლა ისე კაი იდეაა. პიჟამოებში